გამარჯობათ ძვირფასო ტელემოყურებლებო, ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი სოსო მანჯავიძე. ყველასათვის ცნობილი პიროვნება გავერკვიე ჩობია. გავგებრობა არ იყოს. ვერ გავიგე. მაგა ვერ გავიგე რა ხდება. გამარჯობა ძვირფასო ტელემოყურებლებო, ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. თამაში იყო მოსამზადებელი რომ მოემზადეს. მანამ ამას არ ჩავთავ, მანამდე არის. ახლა ჩართული. უკვე შემიძლია. გავალ დაიწყეს თქვენი კამერა. კი ბატონო. გამარჯობა ძვირფასო ტელემოყურებლებო, ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი სოსო მანჯავიძე. ყველასათვის ცნობილი პიროვნება, ადამიანი, რომელიც აზროვნებს აბსოლუტურად ობიექტურად, აბსოლუტურად სწორად და რომელსაც მართლაც სულში და ხორცში გამჯდარი აქვს ქვეყნის წინსვლა, ქვეყნის ბედნიერება და ქვეყნის რაც შეიძლება მალე თავისი ადგილით დამკვიდრება ამ სოფლიო ვაქხანალიურ პროცესებში. მოგესალმებით ბატონო სოსო. ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ დღეს გამონახეთ ესოდან ძვირფასი დრო და მოგზავნეთ ჩვენთან ტელევიზიაში, ქართულ ტელევიზიაზე და ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან ტკივნეულ საკითხებზე. ახლა უკვე მოძულდა ის სიტყვა, რასაც ჩვენ ვამბობდით ხოლმე, რომ ძალიან ტურბულენტურ სიტუაციაში პროცესებში შევიდა მსოფლიო. არა, ტურბულენტური კი არა, ახლა უფრო მეტ ქარიშხალი არის, ახლა უკვე ყველგან ქარიშხალი ტრიალებს და ამ ქარიშხლის ბოლო სამწუხაროდ საუბედერო ჯერჯერობით არ ჩანს. მე სანამდე თქვენ შეკითხვას დაგეცომდეთ ბატონო სოსო, მე მინდა ჩემ ძვირფას ტელემოყურებლებთ ერთ თემაზე პატარა შევიტანო, ამ თემასთან დაკავშირებით პატარა ნათელი შევიტანო ჩემი გადასახედიდან როგორც ეკონომისტის ამ შემთხვევაში და არა როგორც წამყვანის, არამედ როგორც ეკონომისტის. ახლა ძალიან ხშირად და სხვათა შორის ყველასთვის გასაგებია და ცნობილია ერთი ფაქტი, რომ რა უნდა დღეს დასავლეთ და თუნდაც იმ ძალებს, რომლებსაც ჩვენ ვეძახით და რომლებიც უკვე ცნობილი არიან როგორც ომის პარტიის სახით. ახლა ომის პარტია რაც ნიშნავს და ეს ცოტა ამის ჩემებური ახსნა მინდა მე ამას გავუკეთო, იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური სიტუაცია შეუძლებელია ეკონომიკური სიძლიერის გარეშე არსებობდეს. ანუ მის უკან უნდა იქნეს ფინანსები, ხო? და ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს, როდესაც ხდება ესეთი მომენტები, როდესაც ქვეყნებში და განსაკუთრებით ჩვენაირ განვითარებად ქვეყნებში და მცირე ტერიტორიით და მცირე მოსახლეობით მქონე ქვეყნების გამოყენება ხდება იმ დიდი ქვეყნების ცოტა სხვანაირი მიზნების მისაღწევად და ეს სხვანაირი მიზანი რაში მდგომარეობს, ეს მე მგონი ჩვენ კარგად ვიცით. აი მაგალითად ავიღოთ ახლა რატომ უნდათ მაინდამაინც როგორ ახერხებენ ამ ჩვენთან, თუნდაც ეს ომის პარტია რატომ არის დაინტერესებული მსოფლიოში იყოს ომები, მსოფლიოში იყოს ადამიანის სიცოცხლე. ახლა გამოდის და ბოლო ხანებში ლაპარაკობს ამერიკის პრეზიდენტი ბატონი ტრამპი, რომ აი იცით ადამიანების სიცოცხლე ყდება, ადამიანები ყდებიან, მაგრამ ეს რაღაცა მე მგონი სიტყვის მასალა უფრო მგონია, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე, როცა 8 მილიარდამდე ადამიანი არსებობს, მაგის გაფრთხილება და მაგისთვის მე მგონია რომ ამ ადამიანის სიცოცხლე რო ღირებული იყოს დღეს თუნდაც იმ დიდი ქვეყნებისათვის, მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში ეს მაშინ ომებიც არ იქნებოდა. რაც აკეთებენ ახლა ეს ომის პარტია. ომის პარტია არის ეს იგივე ძალა, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული უბრალოდ სამრეწველო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც სულ უნდა იყოს ორიენტირებული არის ისკენ სიახლეებისკენ, ორიენტირებული არის იქით, რომ რაც შეიძლება ახალ-ახალი იარაღები გამოსცადონ,
ორიენტირებული იქითკენ რომ რაც შეიძლება ესე იგი მეტი რესურსები მოიზიდონ რაც შეიძლება ვის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი დიდი სახელმწიფოების ხარჯზე გაუბედონ ერთი აბა ჩინეთს გაუბედონ რუსეთს რაც გაუბედეთ და რაც მიიღეს კი ვხედავთ რა და იმიტომ კი არა რომ ახლა ჩვენ ან ერთი მხარეც ვართ ან მეორე ჩვენ არავის მხარეც არა ვართ ჩვენ ობიექტურად ვიმსჯელობთ ახლა ამ შემთხვევაში და ახლა როდესაც ეს ომის პარტიაც ერთადერთი თავისი ასე ვთქვათ საარსებო წყარო არის სახელმწიფო ხო ომის პარტიას კერძო კორპორაციები კი არა ფინანსებია მსოფლიოში არსებობს 250,000-ზე მეტი ტრანსნაციონალური კორპორაცია და ამათ ხელში არის მთელი სამივე სახის რესურსის მატერიალური, ფინანსური და შრომითი რესურსების 75-დან 80%-მდე. 80 და უფრო მეტი შეიძლება 85% შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში სამხედრო კომპლექსმა უნდა აუცილებლად სახელმწიფოსგან უნდა წამოიღოს ფული. და ეს სახელმწიფოსგან ფული რომ მოაქვს მას, სახელმწიფოს აქვს ასეთი მოხდა, სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება ეკონომიკურად GVP-ით. ანუ GVP-იც არის CS დამატებული I, დამატებული Ž და დამატებული ამას NX-ი. აი ეს არის ესე იგი ფორმულა, ესე იგი სოფლიო GDP-ის ფორმულა და ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატები დაახლოებით 29 ტრილიონს შეადგენს მათი წლიური GDP და ახლა ჩინეთზე ამბობენ რომ ამერიკას დაეწევა სადღაც 2015-38 წლებისთვის დაეწევა, მაგრამ დღეისთვის ყოველ შემთხვევაში 15-18-მდე მაინც არის ჩინეთის GDP. ახლა აი აქ არის ერთი პუნქტი, მე ახლა ზუსტად ჯერფოსტერ მოყრობ რატო ამბობ ამას მე კონკრეტულად რომ იცოდე და წარმოგიდგენთ კონდა აქ არის G ანუ ამას ქვია სახელმწიფოს შესყიდვები. ანუ სახელმწიფო რითაც არსებობს, სახელმწიფო თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს. მან უნდა შექმნას ბიუჯეტი. ბიუჯეტი მას თან ხალხს იმისაც რომ თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებმა იარსებონ. ამ შემთხვევაშიც რა გამოდის რომ ამ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ აუცილებლად სახელმწიფო უნდა განახორციელოს სახელმწიფო შეწყიდვები. ამისი თანხები გააჩნია და ეხლა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის უსაფრთხოება არის სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია და ატრიბუტი. აქედან გამოდის რომ ესე იგი სახელმწიფო სწორედ აი ეს ამ G-ს ირგვლივ ანუ სახელმწიფო შეწყიდვების ირგვლივ უნდა იტრიალოს და თუ სამხედრო ტექნიკის შეწყიდვა ხდება უახლოესი სამხედრო ტექნიკის დანერგვა ხდება აქედან უნდა წავიდეს ეს თანხები და თქვენ წარმოვიდგინეთ ბატონო სოცო თუ კი სახელმწიფო გაჩერდა სახელმწიფო GVP სამხედრო კომპლექსისთვის შეაჩერება მის შეუძლებელია მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა შეამცირა მაშინ სამხედრო სამოწმო კომპლექსი და ზუსტად ის ომის პარტია ამ შემთხვევაში გაკოტრდება. აი აქედან გამომდინარე ვხედავთ რა დასკვნამდე მივდივართ რომ ესე იგი ეს ომები თურმე ყოფილა გარდუალობა ყოფილა ომები საიდანაც ხდება მთელი ასე ვთქვათ საიდანაც იკვებებიან ეს ეგრეთ წოდებული პარტიები და ამათ ახლა ვინ დაუდგება წინ. აი ამიტომ არის სწორედ რომ საქართველოში რა ხდება საქართველოში ამასთან მე ძალიან სერიოზული ინფორმაცია მოვუჩვენე ბატონ ლადო პაპავამ გადმოგზავნა ხოთაშორის აკადემიკოსმა და ასეთი ინფორმაცია სადაც პირდაპირ არის გაცხადებული ჩვენ საქართველოში გვინდა აუცილებლად სახელმწიფოს ხელისუფლების შეცვლა იმიტომ გვინდა ხელისუფლების შეცვლა რომ ჩვენ მოვიყვანოთ ის ადამიანები ხელისუფლებაში, ჩვენს ნაციონალებს, ჩვენ ძალიან დიდ პარტიებს მოვიყვანთ მათ ხელისუფლებაში და ისინი ჩვენ დავალებებს შეასრულებენ. ჩვენ არ მოგწონთ ის რაც დღეს ხდება. ანუ შენ თუ სუვერენიტეტზე გაქვს გარკვეული პრეტენზია და შენ თუ პატარა დამოუკიდებლობისკენ გადაიხრები, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უკვე შენ უკვე გაჩერებენ. აქ უკვე გაჩერებენ და გაჩერებენ სხვათა შორის იმის საშუალებით, რომელსაც უბრალოდ ეს სამხედრო კომპლექსი რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი ძალით თანხა. და ამას ისინი აკეთებენ, ისინი აკეთებენ მათი NGO-ებით, ისინი აკეთებენ ამას მოსყიდული ხალხით, ვინც მათ აქ ყავთ და ის თავიანთი და მithumetes სამწუხაროდ და საუბედუროდ ის 4 პარტია რომელიც დღეს და რომელიც ხელმძღვანელები დღეს სამწუხაროდ ახლა ეს სასურველი არავის არ არის რომ ციხეში საჭიროს იხდიან მხოლოდ იმის გამო რომ მათ გააჩნიათ თავისი პრინციპი სახელმწიფო ინტერესების ზემაღლა დააყენეს მათი პირადი პრინციპები რა ჩვენ ვერაფერს ვერ გვიძამთ რომ სახელმწიფო უნდა აჩვენოს თავისი ძალა და თავისი ასე ვთქვათ ძალიან დიდი მისწრაფება იმისკენ რომ
მაგრამ ქვეყანა არ ჩამოგვეშალოს და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით ბატონო სოცო. ეს ისე შესავლისათვის თქვი მე რომ იცოდეთ შემოდიხოს ბატონებმა რა ხდება და ამიტომ არის ეს ძალიან დიდი დასაფიქრებელი რომ ჩვენ თუ ერთად არ დავდექით ჩვენ თუ ერთ ნიადაგზე თუ არ დავდექით როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა ჩვენ მაშინ საქართველოს ძალიან დიდი პრობლემების წინაშე როგორც კი დღეს ეს იქნება მონოგოლი მაცან შეძლებთ რა ჩვენ მომავალში გველოდება. ბატონო სოცო. ისრაელ, ირანი, ამერიკა, ირანი. ეს ყველაფერი ძალიან ისეთი სენსიტიური თემებია, რომელიც საქართველოზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თავისთავად ცხადია. თქვენი აზრით დამთავრდა ირანში ომი ისრაელსა და ირანს შორის თუ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი სიმართლე, რომელსაც ჩვენ შეიძლება სულ მოკლე ხანში სხვა შედეგების მოწმენი გავხდეთ. კი ბატონო, პირველ რიგში უნდა ვთქვა, ახლო აღმოსავლეთში ომი და ზავის, ესე ვთქვათ, პირობები რა მონაცვლეობა ძალიან ხშირია. ანუ ომი კი დამთავრდა, შეჩერდა, მაგრამ მხარეები ემზადებიან ახალი რეალიების გათვალისწინებით იმავე მიზნების განსახორციელებას, რაც ჰქონდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, რა მოხდა სამივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ხო? შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია, რითიც მართლდება საერთოდ ამერიკის ჩართულობა ამ კონფლიქტში, ვინაიდან ამერიკელების დიდი უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად. არა თუ სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა, არამედ თვითონ ჩარევას ამერიკის შეერთებული შტატების. და ეს განსაკუთრებით სხვათა შორის იყო შესამჩნევი და მტკივნეული დონალდ ტრამპის გუნდისთვის თვითონ მისი მოძრაობის შიგნიდან, ანუ იქ ყოფი ეგრეთ წოდებული მაგას მოძრაობის უდიდესი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ასე ბირთვს ტრამპის ამორჩევლებისა, იყო წინააღმდეგი იმგვარი პოზიციის დაკავების, რომელიც დაკავება ძალიან უნდა თვითონ პრეზიდენტ ტრამპს. მოგეხსენებათ, რომ იგი არის ყველაზე უფრო პროისრაელური პოლიტიკოსი და პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. მსგავსი არ ყოფილა. და ეს ღიად ის აცხადებს რიტორიკის დონეზე. ეხლა ეს რაც შეეხება ტრამპის რიტორიკა იმის შესახებ, რომ მან გაანადგურა ირანის ისლამური რესპუბლიკის ატომური პროგრამა, რომ მან დაამყარა მშვიდობა. ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს, არავითარი ირანის ატომური პროგრამის განადგურება არ მოხდარა. ეს ძალიან საინტერესოა. არ მოხდარა, რა თქმა უნდა, იქ ტრამპის გამოსვლასთან ერთად მთელი რიგი ანალიტიკოსები და არა მარტო მისი მოწინააღმდეგეები ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფორდოში, ნათენზაში და ისფახანთან არსებული ატომური ცენტრები, ესე დავარქვათ, ხომ, ბურანის გამდიდრების ცენტრები იქ არანაირი პრობლემის წინაშე არ დამდგარან, გარდა გარკვეული ზიანისა, რომელიც მათ მიადგათ მიწისზედა ნაგებობებს მიადგა. ამის გარდა ფორდოსთან შემჩნეული იქნა დარტყმამდე, ანუ გასაგები შეიქმნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გამოიყენოს თავისი B2 და ეს ბუნკერს აწინააღმდეგო 14 ტონიანი თუ 13 ტონანახევრიანი ბომბები. იქიდან კრიტიკული მატერიალები, კრიტიკული მასალები გატანილი იქნა, რაც დადასტურებულია ობიექტური დაკვირვების საშუალებებით, ანუ იქ არის ეს გადაღებულია, როგორ მოდიანი და სადღაც გადაინახეს. ახლა რაზე ლაპარაკი და უშუალოდ თუ ლაპარაკია 60%-იან ურანზე, რომელიც გამდიდრდა 60%-ით, ხო და 94%-ამდე გამდიდრებული ურანი გამოიყენება, შეიძლება გამოყენებული იქნეს ატომური ბომბისთვის. ხო და ეს 400 კილო მატერიალი მასალა, რომელიც დაფიქსირებული აქვს მაგატეს
ანუ გაეროს ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ატომურ თემას, ასე ვთქვათ, პლანეტაზე, ის გატანილია იქიდან და მისი აღმოჩენა ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან ახლა 400 კილო მოგესალმებით ურანი ძიმია. თვითონ საბადო თვითონ გააჩნია ირანს ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ იქ საბადოზე არ არის, აქ არის გამდიდრებული ურანი. 400 კილო ურანი სერიოზული მასა რაოდენობა თუ გაამდიდრებ მას, ხომ? ეს რაც იციან. მოდით ასე ვთქვათ. ну, იქ ახლა ძალიან მრავალი კომპონენტიანია საერთოდ ეს ბირთვული იარაღის რთული რამ არის, მაგრამ ირანს აქვს მისატანის საშუალებები. მისატანის საშუალებები ნამდვილად გააჩნია. თვითონ დამის შექმნის ტექნოლოგიაც შეიძლება კონდეს რა. დიდი ალბათობით მათ ეს ტექნოლოგია აქვთ. ახლა ვის აქვს ატომური იარაღი, მოდი ასე ვთქვათ. ну, არსებობდა ატომური იარაღის გავრცელებლობის არსებობს კონვენცია. ну, ახლა უშიშროების საბჭოს 5-ვე წევრს რუსეთს, შეერთებულ შტატებს, британეთს, საფრანგეთს და ჩინეთს ცხადია აქვთ ეს ატომური იარაღი, მაგრამ მათთან ერთად ამ იარაღის ფლობელები არიან ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდილო კორეა, ისრაელი. ну, ისრაელს აქვს ძალიან საინტერესო პოზიცია, რომ ვითომ ოფიციალურად არ აცხადებს, რომ მას ეს აქვს, მაგრამ ამავე დროს არც უარყოფს. და ამის ისტორია ცნობილია, როგორ მოიპოვეს მათ ეს ტექნოლოგია, რომელიც სადაზვერო საშუალებებით რასაც იყენებენ. ცხადია, ახლა მაგას ეხმარებიან. ну, არა, ხო, ну, ცხადია ეს კარგი ხანია, რაც აქვს და ვარაუდობენ 90 ბირთვულ კობინზე. რომელიც ისრაელს აქვს კობინს. ეხლა ირანის შემთხვევაში მოსალ პაკისტანიც გამოვრჩა ხოლმე, ინდოეთი პაკისტანსაც აქვს ატომური იარაღი ხსენებათ. ხო, აქედან გამომდინარე ის, რომ 92 მილიონიანი ქვეყანაა უმდიდრესი ირანი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული სამეცნიერო პოტენციალი, რაც მას დაამტკიცა აგერ თუნდაც დაზინაურებული სარაკეტო ტექნოლოგიების თვალსაზრისით და დრონების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ну, ეს არ არის ისეთი როგორც წარმოსახავენ, რომ იქ ხანახა ჩალმები ახურავთ და რელიგიური სახელმწიფოა რაღაც ტექნოლოგიებში რაღაცა ეშლებათ, ეს რო წარმოდგენებია. ანუ ირანმა ძალიან მოკლე ხანში შეიძლება ეს ატომური იარაღი შექმნას. ახლა რა უშლიდა ირანს ხელს? უშლიდა ხელს საერთაშორისო ზეწოლა და მეორე მხრივ ალი ხამენეის ცნობილი ფეტვა. ანუ გამოცემა მაგატედან გამოდიან უკვე, რა? მაგატეზან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ხმა უყარა ამას პარლამენტმა. თუმცა ეს არ არის მიღებული და უშუალოდ უკვე ჯერ ირანის სახელმწიფოს, ну, არახბარს, ანუ უმაღლეს ხელმძღვანელს და პრეზიდენტს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ну, გასაგებია, რომ მაგატე არის როგორც ირანელები ინფიცირებული აგენტურით, ისინი პირდაპირ აწვდიან ინფორმაციას ჩვენს ტერსო და შესაბამისად მის აქ მოღვაწეობას აღარ დაუშვებთ. ეს არის ირანის ოფიციალური პოზიცია. ხო, რაც ნიშნავს სრულ კონტროლის სრულ დაკარგვას, ანუ პირდაპირ თქვათ რა შედეგები მოიტანა ახლა ეს, ხომ? ანუ იმან ამ სამხედრო ოპერაცია და რა არის თუ არა ეს შეჩერდება თუ არა. სანამდე თქვენ ამ სამხედრო ოპერაციის შედეგებზე ისაუბრებდეთ, მანამდე მე მაინტერესებთ თქვენი აზრი და განსაკუთრებით ჩემ ტელემაყურებლებსაც აინტერესებთ ეგ. აი როგორ ფიქრობთ თქვენ? დაუშვათ მოხდა სასწაული და ირანმა შექმნა ეს ბირთვული იარაღი. მერე რა ხდება? ხო, ეხლა რა შეასახმება? ეს ხო შემაკავებელია და რა, ასე ვთქვათ, შემტევი, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ეხლა ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნა არ არის სასწაული, იმიტომ კიდევ ერთხელ 9 ქვეყანას ჩამოთვალე, ხო, ვისაც აქვს ატომური იარაღი. უბრალოდ ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნა გამოიწვევს
იმას რომ სხვებით შექმნიან ამას. ბალანსი, ალბათ ბალანსი დაერღვევა, ხო? კი ბატონო, ბალანსი ისედაც დარღვეულია, რაც იყო თავიდან. ვის უნდა ქონოდეს ატომური იარაღი, მაგრამ ირანის მიერ ატომური იარაღის ოფიციალურად შეიარაღება შეაყვანა, ასე ვთქვათ. გამოიწვევს იმას, რომ ჯაჭვური რეაქცია წავა. ანუ ვის შეუძლია ატომური იარაღის შექმნა, მოდი ჩამოვთვალოთ მაგალითად შეუძლია გერმანიას. მაგალითად შეუძლია ბრაზილიას. მაგრამ არა 200 მილიონიანი ქვეყანაა ბრაზილია. მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანას შეუძლია თურქეთს. შეუძლია დაუშვათ საუდის არაბეთს. ხო, რო წარმოვიდგინოთ ეს ანუ ატომური იარაღი ხდება ნელ-ნელა ფაქტიურად მისი გავრცელება იმდენად ფართოა, რომ მისი გამოუყენებლობის შესახებ რაღაც გარანტიების ქონა თითქმის შეუძლებელია და ატომური იარაღი ჩვენი სამის მაგალითი გვაქვს ხიროსიმა და ნაგასაკი. პირველი პრეცედენტი ეს არის, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობა ამ მიმართულებით პირველი არის, ხო? მეორე ეს არის ისრაელის შიში. ახლა ისრაელს თავისი, ასე ვთქვათ, პროექტი აქვს. და ეს პროექტი საფრთხის ქვეშ არის დღეს. და არა მარტო ატომური იარაღის გამო, ამას ვისაუბრობთ. ისრაელს არ შეუძლია დარჩეს ამ მდგომარეობაში. ისრაელი თავისი იდეოლოგიიდან გამომდინარე და მისი არსებობის ისტორიიდან გამომდინარე, ხო? ის იძულებულიც არის მით უმეტეს ახლა როცა მოხდა რაც მოხდა გაზაში და ხდება დღესაც, ხო? ის იძულებული არ მიაღწიოს თავის მიზნებს და შექმნას რაღაც ერեց ისრაელი, ანუ დიდი ისრაელი. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. თუმცა არ მგონია მიღწევა და იყოს. ან მისი არსებობაც ძალიან დიდი საფრთხე ელოდება. არა მარტო ატომური იარაღის პოტენციური ატომური იარაღის გამოყენების გამო. ახლა ავიღოთ სიტუაცია, ხო, რა მოხდა ამ ოპერაციის შედეგად. ოპერაციის მიზანი რა იყო? აქ გადაჯაჭვული იყო ისრაელის, როგორც დაუშვათ იგივე შეერთებული შტატების, როგორ ვთქვათ, გაგრძელების ახლო აღმოსავლეთში ესე დავარქვათ, ინტერესები, მისი გადარჩენის და გაფართოების და გეოპოლიტიკური ამბიციების ინტერესები და გლობალური გეოპოლიტიკის საკითხები. ავიღოთ გლობალური გეოპოლიტიკა, ხო, და გეოეკონომიკა. გლობალური გეოპოლიტიკის ამერიკული დომინაციის ინტერესებში რა შედიოდა? შედის გასაგებია, რომ არსებობს რაღაც ესეთი ტრიუმვირატი. მართალია ერთმანეთსაც ისინი არ ენდობიან და არ არიან განსაკუთრებით ახლა მოყვარულები ერთმანეთის და თითოეულს თავისი ამბიცია აქვს და ინტერესები მათ შორის, რომელიც მიუღებელია მეორისთვის, მაგრამ სიტუაციურად დღეს ასეა. ეს არის რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ხო? მათთან არის ახლა ჩრდილო კორეა და კიდე სხვაებიც. თუმცა ეს ტრიუმვირატია. ახლა ირანი ამ ტრიუმვირატში ყველაზე მოწყვლადი იყო. და არის. იმიტომ რომ მას არ გააჩნია ჯერ ერთი ატომური შეიარაღება, მეორე როგორც მოსახლეობის რიცხვით ისე დაუშვათ პოტენციალით ის ვერ შეედრება ჩინეთს და რუსეთს. და მესამე მისი განადგურება და მასზე კონტროლის დამყარება კრიტიკულად ესე ვთქვათ მიუღებელია ჩინეთისთვის, იმიტომ რომ ხა ჩინეთი მოიხსენება ახორციელებს ერთი სარტყელი, ერთი გზის გეოპოლიტიკას, ანუ ეს სატრანსპორტო კორიდორები, რომელიც მას აძლევს საშუალებას იქონიოს ალტერნატიული გზები, განსხვავებით საზღვაო მალაგის სრუტეზე დამოკიდებულებისგან, სადაც მას აქვს საფრთხე დაუშვათ შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტისაგან, რომელიც ჯერჯერობით დომინირებს, თუმცა შეერთებული შტატების ძალის პროექცია ჰიპერბგერითი შეიარაღების და კიდე სხვა სისტემების და ტექნოლოგიების განვითარების გამო ეს საზღვაო ძალის ძლიერი პროექცია, საზღვაო საშუალებებით ძალის პროექცია ცოტა არ იყოს და ეჭქვეთება, რაც მის დომინაციას უშლის ხელს, მაგრამ ამიტომ ეს ირანზე კონტროლის დამყარება ერთის მხრივ, ესე იგი, საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს აკონტროლოს მთელი ეს ლოჯისტიკა და დაბლოკოს
ესე იგი ის საიდანაც უნდა და როგორც უნდა, იმიტომ ირანი არის ცენტრალური სახელმწიფო ამ რეგიონში, ისე როგორც დავუშვით გერმანია ევროპაში, ძალიან გაუსეს გეოგრაფიულად და აკონტროლოს ასევე რესურსები, ამ რესურსების გადანაწილება და ზოგადად ჩინეთს მიაყენოს ჩინეთის ამ ამბიციებს მიაყენოს ძალიან სერიოზული დარტყმა. საიდან შეუძლია მოუვაროს ჩინეთს? პარალელურად სხვა ღონისძიებებიც არის, რა თქმა უნდა, ამასთან, ეს არის AUKUS-ი, ის ბლოკია ანგლოსაქსონური ქვეყნებისა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩინეთის დომინაციას და სამხედრო თვალსაზრისითაც სხვათა შორის. აქედან გამომდინარე, ირანის და კიდე აქ უამრავი რაღაცა ჩართული, რა თქმა უნდა. ირანის დესტაბილიზაცია და შახის ვაჟიშვილი ტყუილ არ გამოიყონეს ცხადია, რომელმაც იმას ტრამპს unfollow გაუკეთა, რო იცოდეთ, რომ ესე იგი უარ ყომის მასთან მეგობრობა, როდესაც ზავი დადგა. ანუ გეგმარა და მეორე მხრივ ეს არის ისრაელისთვის ის ეგზისტენციური საფრთხის მოცილება და ფაქტურად ირანის ჩამოშლის შემთხვევაში ისრაელი ხდება იმ რეგიონის დომინანტი სახელმწიფო სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით. იმ პირობებში, როცა მას აქვს შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო და სამხედრო ძლიერების და არა მარტო სამხედრო ეკონომიკური ძლიერების სრული მხარდაჭერა. აი ეს ავიღოთ, ეს ანუ ლოკალური გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, რომელიც ეხება ირანისა და ისრაელის დაპირისპირება და გლობალური პოლიტიკის, გლობალური განზრახვების თვალსაზრისით. ახლა აქ ჩინეთი ცხადია პაკისტანთან ერთად ამას ძალიან კარგად აცნობიერებს, მარტო ჩვენ არ ვაცნობიერებთ, რუსეთს აცნობიერებს. ხოლო რუსეთი ახლა აი რუსეთის ფაქტორი ბატონო მე მგონია რომ ირანს მაინდა დიდად არ სწავლობთ ეს რუსეთი მიუხედავად იმისა რომ BRICS-ი და მთელი ამბავი ეცხოვიცი ჩვენ და რაღაცნაირად ირანი და რუსეთი ერთმანეთთან კი ვითომ ფორმალურად არიან თქვით ჩვენ ეს რაღაც არიან ამ მოდით ასე საერთო მტრის მიმართ გარკვეული солиდარობა გააჩნია, მაგრამ ერთმანეთს არ ენდობიან. ერთმანეთს ცხადია არ ენდობიან. რაც თქვა პუტინმა მაგალითად, რომ ჩვენო მათო ვაწვდით იმას, ქვია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, მაგრამ არ მოინდომესო. რატო არ მოინდომა ირანმა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ესეც ყუთაცები გადასცევო, ესე ტყუილი აღმოჩნდა. რატო? იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ შენ დამოკიდებული ხარ დაუშვათ სხვა სახელმწიფოზე, მაგალითად რუსეთზე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით ის მართვა მარტო შენ ხელში არ არის, კოდები მათ ხელშიც არის. აი მაგალითად ჩვენ ისრაელის ის რო ქონდა, რა ქვია, 2008 წელს ისრაელიდან ქონდა შეძენილი ისინი უპილოტო დრონები. და ისრაელმა თკბილად გადაცა ამ დრონების კოდები რუსეთს მაგალითად. იგივე საფრთხის წინაშე შეიძლება მაგითამაჩი. ხო ეს თქვა პუტინმა ეს აღარ უთქვამს, მაგრამ ნუ რეალურად ახლა რატო არ შეიძინა ირანმა ეს ხო დაუშვათ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არ შეიძინა, ეს ფაქტია, ხო? ამის გარდა ირანი ძალიან მტკივნეულად განიცდის სირიაში განცდილ კატასტროფას და იმ პოლიტიკას, რაც აწარმოა რუსეთმა იქ. ფაქტურად სირიაში ჰამასი და ჰეზბოლაც ხომ მაგისი დასაყრდენი არ იყო ირანის? ჰეზბოლა კი, რა თქმა უნდა, ჰამასთან უფრო რთული ისტორია. ფაქტურად სირიაში განცდილმა კრახმა გზა გაუხსნა ისრაელს ირანისკენ. სირია ყოველთვის იყო ესეთი ბლოკირებას ახდენდა ისრაელის ინტერესების, ისრაელის ავიაციის მის წინაშე იმასთან, ირანთან თავდასხმისთვის, ხო? ნუ ეს კიდე ცალკე საკითხია, სირიის საკითხია. სირიაში ხო ნახეთ რაც მოხდა. ამის გარდა არსებობს საფუძვლიანი ეჭვები იმის შესახებ, რომ გარკვეული მოლაპარაკებები, საფუძვლიანი ეჭვები რა ჩვენ ხედავთ მოლაპარაკებების ხანგრძლივობას დაუშვათ ტრამპსა და პუტინს, იგივე კელოგი როდესაც ჩავიდა. არ უჩანდა შედეგიც არ ჩანს ამ წუხარობა. ხო, არა, მე ვამბობ იმას, რომ გარკვეული ეჭვები არსებობს რუსეთის ესეთი ორმაგი თამაშისა ამ ისტორიაში. აქედან გამომდინარე
ეს საკითხი ასე იდგა, ესე იგი, ირანი და ამოცანა რა იყო, ირანი უნდა ჩამოშლილიყო. ახლა როგორ უნდა ჩამოშლილიყო ირანი, ხო? ავიაციის დარტყმები მაგას ხო არ ეყოფოდა მაინცა და მაინც. ავიაციის დარტყმები ტერიტორია უზარმაზარი. ხო, რა თქმა უნდა, და საავიაციო დარტყმებთან ერთად იქ ჩატარდა სამხედრო გადატრიალების ოპერაციაც. მათ შორის რომელიც ჯერჯერობით არ გამოსულა ასე ფართო ესე იგი ირანში ჩატარდა თქმა უნდა, იმედი, სწორედ ეს კომპლექსური ოპერაცია, როგორც საჰაერო დარტყმები. ხო, ეს ხათაჩურის მოსადმა გააკეთა. იქ როგორი სიტუაცია ხა, მოსადს როცა ამბობენ, მოსადი არის პოლიტიკური დაზვერვა. იქ მუშაობენ სამხედრო დაზვერვები. ამას სამხედრო დაზვერვას ისრაელში ამანი ქვია. იქ მუშაობდა სხვათაშორის უკრაინის სამხედრო დაზვერვა, რომლის 3 თანამშრომელია დაკავებული ირანში. იქ მუშაობდა ცხადია ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვები. საუბარია იმაზე, რომ თვითონ ქსირში, ანუ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსია ეს. იქ იყო ეს რა ქვია, თვითონ შიგნით შეთქმულება და ის გენერლების დაღუპვა საიდუმლო ვითარებაში და ზოგიერთების გამოჩენა მე უშუალოდ კურეთით სასწაულებრივად აღდგრები რო არიან ეს არ იყო და უშუალოდ მხოლოდ ეს ოპერაციები იქ ბევრი საუბრობს იმის შესახებ რომ ეს არ იყო დაბომბვების შედეგები რადგან ისინი დაღუპული არიან ესე იგი ტყუიებით ანუ წესასრული არ არის ბევრი მათგანი ანუ იქ იყო ძალიან სერიოზული შეთქმულება სამხედრო დაზვერვა მუშაობდა ძალიან ბევრი ქვეყნის ისრაელის დაზვერვასთან მან რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ბატონო ეს შეიძლება ამას გამოიღო ჩვეულებრივ სამხედრო გადატრიალების შედეგი რაც ირანისთვის მაგრამ ჩაშალეს ეს ხო როგორც ჩანს ეს ირანის დაზვერვა ძალიან სერიოზული სტრუქტურაა ეს მათ მოყვებათ ისტორიულად და არანაკლებ ეხერხებათ და უშუალოდ საინფორმაციო საბურველში ყველაფრის გახვევა და შემდეგ წარმოჩენა ისეთ როგორც მათ უნდათ ვიდრე დაუშვათ იგივე ებრაელებს ანუ ეს არ არის უბრალო ხალხი ძალიან სერიოზული ის არის სისტემაა და ზოგადად ირანი ურთულესი სახელმწიფოა წარმოუდგენლად ხალხთა თავია იქა უამრავი ინტერესებია პროვინციები და ეთნოსები და სეპარატისტული მოძრაობები და ასე შემდეგ და ამის კონტროლს ახლა მოიხსენება ძალიან რთული მექანიზმების არსებობა. ასე რომ სპეცსამსახურები არ არის მოწოდებითი მაგრამ არა, რაც უფრო რთულია სისტემა და რაც უფრო დახვეწილია სპეცსამსახურები, მით მეტია მათი შიდა აფეთქების საფრთხე. შიგნიდან იღუპება როგორც წესი ასეთი ქვეყნები, ხო? ისე როგორც ახლა ადამიანები ჩვენი შიდა შეუძლებელია დავწუნდით რომ გარედან შეუძლებელია მისი ჩამოშლა. ეს არც იყო ახლა ზოგიერთი მიზანის არ იყო ეს. ეს იყო კომპლექსური ღონისძიება და კომპლექსური ღონისძიების შედეგი რადგან ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ეს დამარცხდა ეს ღონისძიება. ბატონო სოცო, თქვენი აზრით გადარჩა საქართველოს, იმიტომ რომ მაინც ახლა რეგიონში ამხელა ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს როგორც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი ირანი მართლაც რაღაც ვიცოდით და გვაქვს ჩვენ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი არ არის ეს ხელწამოსაგროვი ქვეყანა, თავისი ტერიტორიით, მოსახლეობით, რაოდენობით, თავისი ინტელექტუალური პოტენციალით, როგორც თქვენ ამბობთ, თავისი იგივე სპეცსამსახურებით, რომელზეც ფაქტობრივად გადა თავდაცვაც და ახლა სადაც 92 მილიონიან ქვეყანას სულია ჯარის ყავდეს ისეთი რომელიც მას მithumedes დრონით და ისეთი დრონებით და მიწარმოება და სამხედრო წარმოება თვითონაც კარგად არწმევს თავს. ამ შემთხვევაში ჩვენ რასაკვირველია ძალიან დიდი საშუალებით წინაშე დავდექით ჩვენ საქართველოს, ხო? ამ შემთხვევაში იმიტომ რეგიონში ესეთი ცეცხლი და ასეთი სიახლოვეს ეს უკვე ძალიან ბევრ ასე ვთქვათ უბედურებასთან იყო დაკავშირებული და როგორ ფიქრობთ გადავჩით თუ ჯერ კიდევ არის საფრთხე? აი ხო მე ახლა იმას საუბრობდი რომ ადამიანების უმრავლესობა რითი იღუპება შიდა ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შედეგად, ხო? ანუ გაცილებით ნაკლებია დაუშვათ ტყვიით, იმით უბედური შემთხვევით დაღუპული ადამიანები, ვიდრე დაუშვათ
იგივე ონკოლოგიით, ან გულის პრობლემით, ან ხო ციტოთ 18% ხო ჩვენ ვიღუპებით ჩვენ შიგნით არსებული ჩვენ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებით. ასეა სახელმწიფოც. ხო? თუ ვერ მოხერხდა დაუშვათ იმ იდენტიფიცირება იმ პრობლემების, რომელიც გვაქვს ჩვენ და ვერ გავაკონტროლეთ დამანგრეველი პროცესები, რომელიც თითოეული ადამიანი ატარებს ამას, მაგრამ ასაკუთრებით შიგნით რა თქმა უნდა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავამგვანებით აი ძალიან დაჭრილ ცხოველს, ასე ვთქვათ, ან დაჭრილ თევზს, ან ხო აი ზვიგენი 3 კილომეტრში ცნობს რაღაც სისხლის მოლეკულას და მიდის პირდაპირ სხვებზე. ხო ისეა ეს სამყარო მოწყობილი რა. თუ შენ ესე იგი შიგნიდან ატარებ სისუსტის ნიშნებს, ანუ თუ ასხივებს სისუსტეს, ნუ ალბათობა იმის რომ შენ გაგანადგურონ და შეგჭამონ, ასე ვთქვათ, იზრდება. თუმცა ჯანმრთელი ხეცებსაც ჩვენებად იჭერენ ხოლმე, ჯანმრთელ ანტილოპებსაც ჩვენებად იჭერენ ხოლმე, მაგალითად ლეოპარდები ან გეპარდები, ხოლმე ესეც არის. ანუ გარანტია არა გაქვს, მაგრამ ამავე დროს დაჭრილი თუ ხარ და თუ შიგნით არეულობა გაქვს, მაშინ ეს უკვე 100%-იან შედეგი დგება შენს მიმართ. ახლა მე ანტილოპას კი არ ვადარებ ჩვენ თავს, მაგრამ მე ვამბობ რომ ბუნებაში ესეთი რამე ასუსტებს ვერ იტანს. ახლა რა გვასუსტებს ჩვენ? გვასუსტებს შიდა დაპირისპირება, ხო? შიდა დაპირისპირება ის რომელიც ხრავს სახელმწიფოს საერთო სახელმწიფოს ძირს უძღრის ანადგურებს. და ყავს ძალიან არაადეკვატური, გვაქვს ძალიან არაადეკვატური განწყობები. ახლა რა განწყობებია ახლა ეს ხო და გქონდა კიდევაც ასეთი არაადეკვატური განწყობები, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი შესაძლებლობების და სურვილების შორის, საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის დიდ კონტრასტთან, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობასთან, ხო? ჩვენ ახლა ეს არაერთხელ გამოგვიცდია და გვაქვს ახლა ჩვენ გქონდა დიდი სახელმწიფო და როგორც ჩანს ამის ანარეკლია. ახლა ასევე ეს დაკავშირებულია მითებთან იმის შესახებ, რომ ახლა ჩვენ ვიღაცა მოგვეხმარება და უშუალოდ ხო ეს ხო გავრცელებული. ეს მე მგონი ჩაბარდა უკვე არ ჩაბარებული ახლა ეს გადავვრთოთ აგერ ნახოთ და უშუალოდ იგივე მედიები და იგივე ნარატივს აგზელებენ და არა მარტო ოპოზიციური სხვათა შორის, რომ რაღაც თითქოს ვიღაცის გოლგის ქვეშ ვართ ახლა ჩვენ. კონსტიტუციაში რაღაც გვიწერია სიგიში, სადღაც მივდივართ და ისინი გვეუბნებიან რომ არ გებულოთ ბატონო არავინ გეგმაში და შენ არის საქმენი ადგილი. და დარბიხარ იმის დროშებით და რაღაც მთელი ნარატივის, მთელი ოპოზიციის ის კი არ არის, იმაზე კი არ არის რეალურ პრობლემატიკაზე საუბარი. ეს არის რაღაცა ვირტუალური სამყაროში უნდათ რომ გვაყო. ხო, რა სიტყვებით დაკმაყოფილებაზე აქ ლაპარაკი, ეს აი ხიბლი რა, თავის ესე რომ აი ბევრია ჩვენ თანამოქალაქე, რომელიც უბრალოდ რაღაცას თვითონ წამოიძახებს და შეიგინებს და გაილანძღება და თავის სურვილებს რომ წარმოაჩენს სიტყვებში, ამით კმაყოფილდება. რეალობას აღარ უყურებს. ნუ ეს ძალიან ახლოს არის ბიბლიური ონანის სოდვასთან. სამწუხაროდ. მაგრამ რა ვქნათ, ესეთი რეალობა გვაქვს. ანუ რაზე ვსაუბრობ ჩვენ, რომ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ პირველ რიგში. გვიყვარს ვინმე, არ გვიყვარს, ისიც უნდა გვესმოს, რომ არავინ არ უყვარს. საერთოდ სახელმწიფო ისეთი ფორმა ადამიანური არსებობის, რომ იქ სიყვარული და შენი ინტერესების გათვალისწინება ძალიან ესეთი ჰიპოთეზა, ძალიან ესეთი რამეა წარმოუდგენელი, მაგრამ როდესაც შენ დაუშვათ ადეკვატურად იქცევი, დიდი შანსია რომ ნაკლები აგრესია გქონდეს ამ სახელმწიფოს. ძალიან სწორად ვჯერობ და ძალიან არ შეიძლება თქვენ არ დაგეთანხმოთ, თუნდაც ამ ჯერობაში, იმიტომ რომ მართლაც ქვეყანას სხვა რაღაც ჭირდება. ქვეყანას ზოგიერთი ამბობს ხოლმე, რომ აი მხატვრულად იტყვიან ხოლმე საქართველოს სიყვარულის, ქვეყანას სიყვარული ჭირდება. მაგრამ სიყვარულის გასაშიფრია თუ რასთან რას ნიშნავს ეს. ეს ზოგადად მე ახლა მინდა კონკრეტულად კითხო თქვენ აფხაზეთთან მართებაში, იმიტომ რომ ჩვენი ფორმატი მოგეხსენებათ აფხაზეთის პრობლემებს არ შევეხოთ, არ შეიძლება და ჩვენ დავჭა რაღაც 15-20 დავჭა კიდევ სალაპარაკო და მე მინდა რომ ეს მთლიანად თქვენ დაგითმოთ და მე ასეთი კითხვა დაგიცვათ.
ამაცინად გაერო მიიღო რეზოლუცია დევნილთა უპირობდა ღირსეული დაბრუნების შესახებ, სადაც არა ძალიან დიდი რაოდენობის სახელმწიფოებმა დაუჭერეს ხარი 225-ზე მეტი მე როგორც ვიცი. მაგრამ ამ დროს უნდა ვთქვათ, რომ აფხაზები რას ამბობენ? აფხაზები ამბობენ, რომ თუნდაც იგივე ახლა, სადაც ჟენევის ფორმატი წავიდა ჩვენი წარმომადგენელი აფხაზების თავრობის თავმჯდომარე ბატონი დინჭარაძე და იმედი გვაქვს, რომ ის ალბათ ჩამოვა და გვეტყვის რა ხდება იქ და რა მოხდა. და ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ესე იგი აფხაზები ამბობენ, რომ ეს თემა საერთოდ არ განეხილება დევნილების დამნობის საკითხი, იმიტომ რომ ახლა იცით რომ არტ აპარტამენტების საკითხი უკვე საკითხი ოჩამჩირეში გადმოინაცვლა და ეს იმას ნიშნავს რომ ოჩამჩირეში არტ აპარტამენტი ოჩამჩირე ფაქტობრივად დაუსახლებელი რაიონია. 76,000 აფხაზი და ქართველი ცხოვრობდა ომამდე და ახლა დღეს მდგომარეობით სადღაც 25,000 თუ იქნება ჩემი ვარაუდით. ამაზე ამბობენ რომ ეს საერთოდ არ განეხილება ეს საკითხი. მაგრამ ამ დროს მეორე საკითხი არის, რასაც აფხაზები დაჟინებით ითხოვენ, რომ თავდაოსმელობის ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი. ეს როგორ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები არ არის ბატონო სესო? აქეთ გაერო სხვას გეუბნება, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, აქეთ შენ აფხაზი ხარ, არა ეს ჩემი არ მეხება და არ განიხილება, მაგრამ ხელშეკრულება დავიდი რომ მე შენ მე არ დამესწრე. ამ დროს აფხაზმა ხო ძალიან კარგად სიცოცხლე რომ იქ საქართველოს დაეცხადე ვინ ჩაერთობა იმ ომში. ეს რა თამაში კი არ არის, ეს არის რაღაცა არის ამისი კი და დამალული ბატონო სოცო. რაღაცა არის, რაღაცა ჩამარხულია უბრალოდ და აი თქვენი აზრით იქნებ აი ამაზე კი ბატონო, ახლა აფხაზებს ჩვენად ესმის თავიანთი მდგომარეობის მოწყვლადობა. დიახ. პირდაპირ თქვათ ახლა რაზეა საუბარი. მათ ესმით რომ დაუშვათ ის დევნილების საკითხი. ხო დევნილების საკითხი მათთვის არის დამოკლეს მახვილი. მათი ქონება და ასე შემდეგ, რომელსაც არ გააჩნია ვადა. იმიტომ დევნილები მოსახლეობა იქნა თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოძევებული. და ყველაფერი იქნა განადგურებული. ლეგენდა იმის შესახებ, რომ დაუშვათ ახლა ქართველები ბერიამში შემოასახლა იქ, რომელთაც თავის თავს იკვებავენ ისინი, ხო? ეს არის რა თქმა უნდა სიგიჟე და სისულელე. ეს ეხება დაუშვათ იქ ეკომიგრანტებს, რომლებიც იყვნენ იქ, რა ქვია, რაჭიდან ჩასახლებულები გარკვეული რეგიონებში, ხო, ბიჭვინთის და ესეც ვიცით. სიმართლე უნდა ითქვას, როგორ მოხდა. მაგრამ იმის ლაპარაკი რო ახლა დაუშვათ გალში, ოჩამჩირეში, გულივში და სოხუმში ქართველები არ ცხოვრობდნენ და თურმე იქ ბერიამ ჩაასახლეს, მანამდე ესე იქ ცხოვრობდნენ ეს რაღაც ხო? ეს ახლა იმდენად დიდი ტყუილია, რომ ეს შეუძლებელს ხდის მათთან საგნობრივ საუბარს. პირდაპირ თქვათ ახლა ყოველგვარი იმის გარეშე. ანუ ესენი რაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ იმ ომის შედეგად, რომელიც ინსპირირებული იყოს სხვათა შორის. და ჩვენ რო გვაბრალებენ, მასე არ არის, იქით ამ მხრიდანაც ისეთივე პროვოკატორები იყვნენ. როგორც სპეციალურად ინსპირირებული იყო და ამაზე მაქვს მე სხვათა შორის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არ უნდა, ეს 2x2 4-ია, რომ ეს ინსპირირებული იყო, ვისი ინსპირირებული იყო, ამაზე არაერთგზის გვისაუბრია. და ახლა ისინი ცდილობენ ცხადია ამ ისტორიული ამას ისტორიული საფანელი დაუდონ და ამბობენ ის რა ქართველები არ ცხოვრობდნენ კაცო აქ ბერიამ შემოასახლა თუნდაც ამ დროს აფხაზები კი არიან თვითონ ვინც იქ არიან ისინი არიან უფრო მეტად აფსოები აი ეგ ცალკე საკითხია მოდი თვითონ აფხაზეთის აი ამ სამთავროს ისტორია ცალკე საკითხია მე არ ვამბობ რომ ისინი მანდ არ ცხოვრობდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ცხოვრობდით იქ განსაკუთრებით სამხრეთ აფხაზეთი დავარქვათ, ხო ასე, ხო? და ეს ისტორიული დანაწილება ვიცით ხო, როგორ იყო ჯიქეთი, აფშილეთი, ეს არსადაც ასულა ეს ისტორია, გარდა ამისა არსებობს ძეგლები, არსებობს ისტორიული წყაროები და არსებობს ბოლოს და ბოლოს ფაქტოლოგია, ხო, მოსახლეობის აღრიცხვა 1999 წელს იქ ნათლად ჩანს. მოსახლეობის აღრიცხვა მე-19 საუკუნის რამდენია? 1897 წელს. ხო და ლეგენდები იმის შესახებ რო ახლა. ხო, იქ მოქვიდა ილორი თურმე ეს მათი კულტურის ძეგლებია და ასე შემდეგ სხვები. ნუ ახლა ეს არასერიოზულია. გასაგებია რომ ისინი ამ შემთხვევაში ეყრდნობიან განწყობილებებს რუსეთში. ხომ? და ეს ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველაფერს.
ეხლა ამის გარდა გამოიყენება შანტაჟის ელემენტები და ეს ცხადია შანტაჟის ელემენტებს იყენებს რუსეთის ფედერაცია. განსაკუთრებით ეს საქართველოს ზეწოლის ინსტრუმენტებია. ამ ინსტრუმენტებს იყენებენ რუსებიც, ინსტრუმენტებს იყენებენ ცხადია ჩვენი დასავლელი და უძინებელი პარტნიორები, რომლებიც იმუქრებიან რომ არაღიარების პოლიტიკა შევწყვეთ, თუ შენ ჩემ ფარვატერში არ იქნები და ასე შემდეგ. ეს ინსტრუმენტებში რა შედის? ნუ ახლა აქ ორი პრინციპია. ეს არის კოსოვოს პრეცედენტი, ხო? და კოსოვოში როდესაც ეს ხარი გამოეყო კოსოვო და იუგოსლავიის დაშლის პრეცედენტი, ხო? იქ დაუშვათ ცენტრის გარეშე თვითგამორკვევის უფლების შესახებ გაეროს სასამართლომ თქვა რომ ეს შესაძლებელია. ხო, რაც ვისი ციტირებაც მოახდინა ხოთაშორის ვლადიმერ პუტინი. ეს ერთი პრინციპი. ანუ არის პრიმატი ტერიტორიული მთლიანობის და მეორე პრიმატია დაუშვათ თვითგამორკვევის უფლება. თვითგამორკვევის უფლებას ამითი მიენიჭა დიდესი ლეგიტიმაცია და სრულ გვეუბნებიან რუსები ჩვენ რომ კოსოვოს პრეცედენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა და ამიტომაც არის დევნილების საკითხი ჩვენ არ გადავიყვანოთ დაუშვათ პოლიტიკურ ჭრილში. ამის დასაბლოკად ისინი გვეუბნებიან, ისინი გვაძლევენ ასე ვთქვათ მინიშნებებს სხვა რეგიონებზეც. გამიგეთ? და ეს თამაშია, რაც არ გამოდის საჯარო სივრცეში. და მე მაგალითად მიმაჩნია რომ საჯარო სივრცეში რო არ გამოდის, იმიტომ არ გამოდის რომ იქ არ გამოიწვიო კიდე დაუშვათ წახალისება გარკვეული პროცესები სხვაგან, ხო? მაგრამ ეს უკვე თავის ჭირმა თავიმალაო და არ დაიმალება და ამას საჭიროა პროაქტიული გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის რომ ეს ინსტრუმენტები მათ არ ქონდეთ და მეორე მხრივ ჩვენი უფლებები, ჩვენი მოსახლეობის უფლებები და საქართველოს სახელმწიფოს უფლებები აფხაზეთში იქნას უფრო პრინციპულად დაცული და ამავე დროს ჩვენ ასევე უნდა უთხრათ მათ რომ ჩვენც გვაქვს ანალოგიური იმის გამოყენების საშუალება, რა ქვია, პრიმატის ასე ვთქვათ, ეს პრიმატები თვითონ თუ ასე გვიყენებენ ჩვენ რომ არა ტერიტორიული მთლიანობის პრეტენზიები ჩვენ გვაქვს თუ გვაქვს პრეტენზიები აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა გამოდევნილი იქნა იქიდან პროვოცირებული ომის შედეგად ძალიან ადამიანი გამოდევნილია ძალიან ვთხოვ მათ რომ თუ ერთად ცხოვრება გვინდა და მოგვარება გვინდა პრობლემების ამ ისტორიით манипуლირებას თავი გავანებოთ სისხლი იყო პროვოცირებული იყო ესა იყო საქართველოს სახელმწიფო გარეჩარევების გამო დაანგრეული და ლაშქარი იყო და იქ გასაგებია და არცებობდა სახელმწიფო მაშინ ხო და არც მეორე მხარე აკლებდა მოდი ასე ვთქვათ რა თუ აქეთ გვადანაშაულებენ ჩვენც გვაქვს უამრავი ფაქტი როგორ იქცეოდნენ ისინი და ეს შორს აგვიყვან აი ბატონო ზუსტად დამნაშავედ ქართველების გამოყვანა ნარატივი მე უკვე ნარატივი სულ ახალია და ახალი მიდგომაა და ძალიან სწორად დასვა ბატონმა სოსომ ძირფასო ტელემაყურებლებო ეს საკითხი ზუსტად ესე იგი ჩვენც აგვაქვს პრეტენზია ძირფასო აფხაზეთელებო ძირფასო აფხაზებო ჩვენც აგვაქვს პრეტენზიები თქვენთან ჩვენი გამოდევნა იქ რაც მოხდა როგორ მოხდა ვისი მეშვეობით მოხდა ვის საშუალებით მოხდა ეს ხომ ყველაფერი ვიცი ძალიან კარგად და ყველა მხოიცით ამიტომ ხომ არ არის დრო რომ სანამ დრო არის და რაც მართლაც რაღაცა ხა რუსეთის იმედით კი ბატონო ვეცვით მაგრამ იმ რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ის გამონახვა საერთოდ ყველაფერი ეხლა მსოფლიო საზოგადოებრივობა არსებობს რომელიც აღიარებს და ამბობს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას უჭერს მხარს ამიტომ ეს ისტორიული ტერიტორიაა და ჩვენ გვინდა რომ ერთად ვიცხოვროთ, ჩვენ გვინდა რომ იყოს ქართველებსა და აფხაზებს შორის იყოს ჰარმონია და ის სიტუაციები ახლა დღეს რაც არის იქ და რა სიტუაცია არის, რა მდგომარეობა აფხაზეთში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ეს არ იძლევა იმ დადებით ასე ვთქვათ იმ გზას რომელიც მიდის მართლაც ტადრისაკენ ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ და ერთმანეთს რაღაცები უნდა ვაპატიოთ და უნდა დაუთმოთ ერთმანეთს. მოგეთ ასეთი იყო ჩვენი დროანდელი გადაცემა. დიდი მადლობა ბატონო სოსო, ასეთი ღრმა შინაარსიანი და ასეთი
საუბრისათვის მართლაც ძალიან ბევრი დასაფიქრებელი საკითხი გააშუქე თქვენ დღეს და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ტელემაყურებლებიც ამას ძალიან დიდი სიამოვნებით მოусვენენ და თვითონაც გააკეთებენ სათანადო ანალიზს. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე ტელემაყურებლებო.